სტიქიური მოვლენები და ბუნების ძალა. ბუნება ძალიან ლამაზია და ამასთანავე ძალიან ძლიერი. ის გვიზიდავს თავისი სილამაზით, მაგრამ ასევე შეუძლია გამოიწვიოს ძალიან საშიში მოვლენები. დღეს ვისწავლით სტიქიური მოვლენების შესახებ და გავიგებთ, თუ როგორ დავიცვათ თავი მათგან. რა არის ქვათაცვენა? ქვათაცვენა ხდება მაშინ, როდესაც მთიდან ან კლდიდან ქვები წყდება და სწრაფად ეშვება დაბლა. როგორი წესები აქვს უსაფრთხოების ამ დროს? გავიჩერდეთ კლდის ძირში, რადგან დიდი შანსია, რომ ქვები დაგვეცემა. დავაკვირდეთ საგზაო ნიშნებს, რომლებიც უსაფრთხოებას გვიჩვენებს. მოვერიდოთ საფრთხის შემცველ ზონას. რა არის მიწისძვრა? მიწისძვრა არის მიწის ზედაპირის რხევა. დედამიწის სიღრმეში ფენები მუდმივად მოძრაობს. როცა ეს მოძრაობა ძლიერია, ჩვენ მიწისძვრას ვგრძნობთ. მიწისძვრა ზოგჯერ სუსტია, ზოგჯერ კი ძლიერ დამანგრეველი. უსაფრთხოება მიწისძვრის დროს. დავიმალოთ მყარი მაგიდის ქვეშ, რათა თავი დავიცვათ. თავის დაფარვა მაგიდის ან ხელების გამოყენებით. არა უყოთ პანიკას, უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როგორ ხდება წყალდიდობა? წყალდიდობა ხდება მაშინ, როცა ძლიერი წვიმის ან მდინარის ადიდების გამო წყალი ნაპირებიდან გადმოდის და მიწას ფარავს. წყალდიდობამ შეიძლება დააზიანოს სახლები, გზები, მანქანები. უსაფრთხოების წესები კი ასეთია. ავიდეთ მაღალ ადგილას, ასე უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით. არ შევიდეთ წყალში, რადგან სიღრმე შეიძლება საშიში იყოს. დაველოდოთ მაშველებს, რადგან ისინი უკეთ დაგვეხმარებიან. მეწყერი, მიწის დიდი მასის ჩამოშლა. მეწყერი არის მიწისა და ტალახის დიდი მასის ჩამოშლა ფერდობიდან. ხშირად მეწყერი ძლიერი წვიმის შემდეგ ხდება. მიწა და ქვები სწრაფად ეშვება დაბლა და გზას ხერგავს. უსაფრთხოება ასეთ დროს. მოვერიდოთ ფერდობებს წვიმის შემდეგ და საფრთხის შემცველ ზონებს. დავიცვათ უსაფრთხოების წესები და ვიყოთ ძალიან ყურადღებით. შევასრულოთ სპეციალისტების მითითებები და ვიმოქმედოთ მხოლოდ მათი რჩევით. რა არის ზვავი? ზვავი არის თოვლის ძალიან დიდი მასა, რომელიც მთებიდან მოდის. ასეთ დროს არ უნდა ავიდეთ საშიშ ფერდობებზე. წინასწარ შევამოწმოთ ამინდის პროგნოზი, ასე მეტად ავერიდებთ საფრთხეს. ვიყოთ უფროსებთან ერთად. ბუნება ძალიან საოცარია. ის შეიძლება იყოს როგორც ულამაზესი, მაგრამ მისი ძალები ზოგჯერ საშიშ მოვლენებს იწვევს. ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავის სტიქიური მოვლენების დროს, რათა შევინარჩუნოთ უსაფრთხოება. ახლა კი შეკითხვების დროა. რატომ ხდება სტიქიური მოვლენები ხშირად წვიმის შემდეგ? ახსენით მიზეზები. შეგიძლიათ იმუშაოთ წყვილებში. როგორ ზრდის ტყის გაჩახვა მეწყრის ან წყალდიდობის საფრთხეს? მეტად, ნაკლებად, არ ზრდის თუ მიჭირს პასუხის გაცემა. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მაშველი. რომელ სტიქიურ მოვლენასთან გამკლავება იქნებოდა რთული და რატომ? მიწისძვრა, ქვათაცვენა, ზვავი თუ მეწყერი. და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უსაფრთხოების წესები არა მხოლოდ უფროსებმა, არამედ ბავშვებმაც იცოდნენ? დაგვილაიქეთ, თუ მოგეწონა ეს ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. დროებით!